ახლა სტუდიაში მინდა მოვიწიოთ ცნობილი ქართველი დიზაინერი ავტოცქვიტინიძე, იგივე ავთანდილი. ჩვენიერი და გადასარევი. არ არის ცუდი. კეთილი იყოს თქვენი მომბრძანება ავთანდილ ჩვენ სტუდიაში გაზაფხულის სეზონზე. მადლობელი. დიდი სიამოვნებით არ მოვიდოდი, მაგრამ მეგობრები ჩაერთნენ ჩემი წარსული წამყვანობის გაიხსენეს და დამაბულინგეს და მოვა. ესე იგი ავთანდილ, მე ცოტა დავწყნადი რომ დაგინახე შავ სამოსში. ანუ სწორი არჩევანი გვაქვს გაკეთებული მე და ნიკოლოს რომ ამ სეზონზე გადავწყვიტეთ შავი ფერი რომ დომინირებს. ესე იგი მოდაშია შავი ფერი? შენ შავებში არ ვიცი, ჩემზე სხვა ფერი ჯერ არავის არ უნახია და სულ შავებში ხარ ესე იგი. ხო, გარდერობში მაქვს ძალიან ბევრი შავი ტანსაცმელი და მარტო მე ვანსხვავებ რა, ძალიან ხშირად გონიათ რომ ერთი და იგივე მაცვია. მინდა გითხრათ მარტო მე ვიცი რომ სხვა მაცვია. არა, ნუ ძალიან გიხდებათ მინდა გითხრათ. ცოტა გაზაფხულის თუ რა სეზონი გამოაცხადა? ნუ გაზაფხულის დაიწყო ეხა, ხო? არ არის ცუდი, ხო? არ არის რაღაცა აი, ამბოს. ესე იგი მე შენი ასე ვთქვათ სიტყვებით მივხვდი ჩემო ძვირფასო რომ ადამიანს რა ფერიც გიხდება ჯობია ის ჩაიცვა ხოლმე თუ დეტალით ეგ მარტო ფერზე არ არის. არა, ნუ ახლა რა თქმა უნდა ზოგადად რაც უფრო გიხდება, ეხა არის ყველაზე აქტუალური და ყველაზე კაი პერიოდია, ანუ რაც ხარ ის მაქსიმალურად ჩანდეს. ასე რომ დღეს ვერავინ ვერ გეტყვის რა ცუდად გაცვია, იმიტომ რომ ასეთ ხასიათზე ხარ, ესეთი მიმდინარეობა მოგწონს, ამაში კარგად ხარ, ამაში კომფორტულად ხარ, იმიტომ რომ თუ ჩაუღრმავდებით საკითხს და მოდის მიმდევრების თემას განვიხილავთ, არის ეგეთი მიმდინარეობა old money, ანუ ძალიან მინიმალისტური ჩაცმულობა, სადაც ბრენდი არ ფიქსირებს და ხარ ესეთი სოლიდური ტიპი. თუმცა ჩემი არ არის ბოლომდე. გავიგე, აი დავუშვათ ფერები, როცა მიგვითითებენ ხოლმე, როცა გაზაფხული ზაფხულია თუ შემოდგომაზამთა და შემდეგ, შეიძლება თუ არა რამე კონკრეტული ფერი დეტალად გამოვიყენო დავუშვათ ან აქ პიჯაკის ან წინდა მეცვას ასეთი ფერის ითვლება, ანუ ეგ ამბავი? არ მისმენდა ხო ეს მანამდე? არა, იცით რა, მე მაინც დაკონკრეტება ეხა არის ძალიან აქტუალური, კარგი. კი ბატონო, მაგრამ მე მაინტერესებდა დინამდე გამეგო ჩემო ავთანდილ რამდენად შეიძლება რომ დავუშვათ ყველაფერი შეიძლება. ეხლა თუ ძალიან გაინტერესებს და გინდა გამოიყენო ყველაზე აქტუალური ფერი. მე რა მინდა თქვენ გინდათ თქვათ მე რა მინდა. არა, აშკარად მოთხოვნილება გაქვს, ხო და ანუ ეხლა არის აი აგერწიდები მედო და აცი ჩავიცი. ტონალობა. რის ფერის? აი კაპუჩინოს, აი ყავისფერი კი არა. ხო, აი ესეთი რა ზემოთ თავზე რო ატევს, აი ეგ შეგიძლია გამოიყენო. ის როგორ მიხსნის რომ მე კი გეტყვი, მაგრამ შენ მაინც ვერ გაიგე ამ ფერს. ეს ფერი დაამტკიცა ესეთი კომპანია, რომელიც ფერებს ამტკიცებს სეზონის დომ, ესე ქვია. შეხედე როგორ ღრმად საუბარი დამაწყები რა მოდაზე და რა სახით მიყურებს. დიდი სიამოვნებით არ მომისმენდა, მაგრამ დიდი სიამოვნებით. კარგად გაზდილი ბიჭია. ფატაშორის ავთანდილ რა მინდა რომ გითხე, ესე ეს ფრაზა შენ ძალიან გიყვარს, როგორც ეთქო, დიდი სიამოვნებით ვიტყოდი უარს. კი ბატონო. და შენ ფატაშორის შეგიძლია გამოიყენო ეგ შენი ტანსაცმლის რეკლამისთვის ეს ფრაზა ნახე რა კარგად დიდი სიამოვნებით არ ჩავიცმევ. აი დიდი სიამოვნებით ვიტყოდი უარს, მაგრამ ვერ ამბობ უარს და ყიდულობ და იცვა. იცი რა არის თან კომპლიმენტია. ხო.
და თან ნუ როგორ გაიგებ რა ხასიათზე ხარ მაგრამ პაუზა ყოველთვის მოსდევს ხოლმე გაქვს თბილისში უცხოეთში მაღაზიები ხო ასია კი აქ გვაქვს 6 მაღაზია საერთაშორისო ბაზარზე პირველი ხაზიდან ძირითადი შოურუმი არის მილანში და იქიდან მიდის სხვა ქვეყნებში სადღაც 100-მდე კონცეპტუალურ მაღაზიაში სოფლიო ბაზარზე თერჯოლა და თელოვნა რა დააშავა რატო აქვს არ ყოფილა შემოთავაზებები იცი ესე იგი რაც ვაკეთებ მე მეაქა ელაპარაკები ასე მივხვდი აი დიპლომატია სად დაიწყო ძირეულად და ძირფესვიანად მიტყვანი ბევრი კვადრატული ჭირდება ერთი ხაზი რო გაუშვა ჩემთან მარტო ერთი კონკრეტული კახელკაცი რომ მოდი მოლაპარაკებაზე და ეხა კვადრატულობა მაღაზიის სუპანდომის ფერებში ჩაგიწყობ კოლექციას მოდი მაშინ რა ვქნა ჯერ სახლიდან რომ გავყიდო ადრე რო იყიდებო თუ გაამართლა ბიზნესმა მე ვგლიჯოთ 1-2 დაიწყე შენ დაიწყე და შენ აქვე დადე პირობა თუ გაამართლა თელავში დადე პირობა რომ გურჯაანში არანაირ შემთხვევაში არ გახსნი შენ მაგას ექსკლუზივიტი ფრენჩაიზი გურჯაანში იქნება უბრალოდ ის არის ასე იკითხე იქითო გაუხვია იქეთ მაგაზე ის ანეკდოტი გამახსენდა გურჯაანი და ლოცულობსო ხო იცი ღმერთო მიშველეო რა აი გემუდარებიო და გადმოხედავ ცოტა თელავისკენ გამოიწე მაქედან არ მესმის იცარი იყო კარგია ჩაგეთვალა ნიკოლო შენ კონდა კითხვა არ გასვენებდა მის წარმომავლობასთან დაკავშირებით ესე იგი ავთანდილ წარმოშვება შენი არის გურული აბა რა მაგის მე პირველად ნახე არ ვიცი ახლა შეიძლება სადღაც ხარ ისე სახლში მაგალითად ასეთი დინჯი გურული შეეთობა შენ რო ხარ არა იცი რა არის რაღაც გარდატეხის პერიოდი მაქვს ეხა ასაკში ახლა გაქვს თქვენ გარდატეხის პერიოდი ხო? ხო, ანუ ასაკობრივი გარდატეხის პერიოდი მაქვს, რასაც მინდა იმას ვიტყვი. იმედია პირდაპირ ეთერში არ მოგივარ ძისკბილი. არა, ეგ გარდატეხის პერიოდი კარგახანია გავიარე. ეხა აი თქვენც ჩემსთან ახლოს ხართ ასაკობრივ კატეგორიაში, თქვენც გარდატეხის პერიოდი. თქვენ ორივე ჩემზე დიდები ხართ. მე რა გარდატეხის პერიოდი, გას როდის მოგდებ ერთზე გუბობა გვიყუდებული. ხოდა საერთაშორისო სტანდარტია იმ დიზაინერებს აქვთ ამ დროს გარდატეხის პერიოდი გვიან ხოდა ცოტა მივსერიოზულდი არ ვიცი რატომღაც ესე გამოვიდა რა არა მე უბრალოდ ეს წარმომავლობას და თორა გადასარევად არა მაქვს შერჩენილი ის პატარა ბავშვი იუმორით ჯერ არ დაუქნევია ჩემთვის ხელი კარგად შენი იუმორი თან რაღაც ესეთი შენეული იუმორი გაქვს ამაში გეთანხმებით და მაგარი და კარგი მაგრებს არ ტყავ ხოლმე ძალიან ხო და რამე ხო არა გაქვს ისტორია ჩემო კარგო ისეთი რაც შეიძლება რომ შემთხვევით შეიძლება ხა გაგახსენდა ან ისეთ ადამიანებზე როგორც ახლა ბედანიკას გვიყურებს შენ აზი არ არის ეს მოდი აი ესეთ ადამიანები არა იცი რა არის ეს ისტორიები ნუ რა თქმა უნდა ძალიან ბევრია მაგრამ აი ესე კრესლოში სტუდიაში ბოლოს ვიკითხე კვარცხლბეკზე შემოგვში გენაცვალოს გადაცემა რომ მიმყავდა და ვიყავი ერთ-ერთი წამყვანი ნოსტალგია შემოაწვა ნოსტალგია და აი ესე ცალკე ვიჯექი ესე საკმაოდ დიდ კრესლოში და მე მაქვს ძალიან დიდი პრობლემა ვერ ვიმახსოვრებ სახელებს ნუ აი კუკური 1 კუკური 2 დაახლოებით ესე რა კარგია ტექსტში მუდმივად მქონდა ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი და მე იწყება და სახელი და გვარი ჯერ ხო ვეძებდი ვინ იყო ეს ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი მე ვთქვათ აი პარალელურად იყო მეორე წამყვანი ხო ჩემს გვერდით და აი ვთქვათ დუეტში ესაუბრებოდით აი ვთქვათ აი ვთქვათ გიორგის და ვთქვათ ვანოს. ხო. ნუ უყვართ კი იყავით წამყვანები. ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი ვანოსთან მაქვს კითხვა.
ნუ ყურში მეუბნებიან ეგ არ არის ვანო. არა მარტულებდი ხედავ. ნუ 9ჯერ მომცა შენიშნა და გააჩერეს ეთერი. მე აი მეთიშება ხოლმე რაღაცნაირად გონება და ნუ ინსტინქტის დონეზე მივდივარ რა. და აი ისევე ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი ვანო და აი ვთქვათ აი პირობითად ის გიორგი მე ვარ მე კარგია ამიტომ სტუმრები გვიწვით ხო მომზადება ყველა იძაბებოდა და ზახში შემთხვევაში მან ტექსტი მავიწყდებოდა იმიტომ რომ ნუ ძალიან სუსტი ვარ ზოგადად როგორც წამყვანი ესე აღმოვაჩინე ჩემ თავთან და ნუ დაწერილი ტექსტები ძალიან ხშირად მავიწყდება. რთულია. ნუ ოხრად ვიდექით 8 თუ 10 წამყვანები და ნუ რომელიღაცა ანუ აუცილებლად იტყოდა ჩემს სათქმას და ერთი გადაცემა, ორი გადაცემა, სამი გადაცემა ეს ძალიან დიდი კრესლა ხომ მქონდა. და რომ მომბეზდებოდა აი აქედან აქეთ ფეხს გადავიდებდი. მე იქიდან აქეთ და ერთხელ ნახა ჩემაცოლმა გადაცემა ორჯერ და სამჯერ და ავთო მაგ გადაცემაში რასაკეთებ რა სამყანივე ხარც რომელი შეროსტოუნი შენ ხარ ხან მარჯვნიდან მარცხნივ გადაიდებ ამ ფეხებს ხან მარცხნიდან მარჯვნივ ძირითადად ეგ კადრია შენია ესე დამთავრდა ჩემ წამყვანობის ისტორია ესე იგი მახსოვრობასთან დაკავშირებით რამე ხო არ გეცნო ნიკოლოს იცი და ზუსტად იგივე პრობლემა ავთანდი რა მინდა რომ გითხრა სხვათა შორის ჩემი პატაც აგებ ჩემი ზაზა ამ ამბავს დაგიწყებს საუბარს ბიჭო აი გელამ დარეკა იმ ამბავზე არ არის ვინ არის გელა ვინ გელა სირავდილეში დარეკა თორნიკე მართლა გელამ დარეკა ერთი ასე რო არ ემთხვევა საერთოდ რო არაფერ შუაში არ არის ეს გელა არ ვიცი ახალ გატაცებასთან დაკავშირებით რამდენად შეიძლება ითქვას ახალი გატაცება ეხლა მე ასე ჩაღრმავებულად არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ რაღაცას მაინც ხატავენ ხო დიზაინერები და მე გადადის. ავისავთ ესკიზები. შენი გადაცემა ახლა ის ტრაპარეტული ფრაზა გახდა უკვე ჩიტმა მომიტანა და რომელმა ჩიტმა და ამდენ შეწევი ჩიტებს შელაპარაკები და აპავი არ გვინდა და ხატვა ესე იგი სხვა მიმართულებით დაგიწყია. ფერ წერაში ვარ ეხა გადავარდნილი. ანუ სერიოზული ხო, ესეც ალბათ ერთგვარი გადავარდნილი თუ ჩაჩეხილი. ანუ შეიძლება ითქვას ჩაჩეხილი, იმიტომ რომ ახალი ზოგადად ძალიან მაგარია შემოქმედი ადამიანისთვის როცა შეუძლია თავისთვის მოიგონოს რა თავისი სამყარო და იმ სამყაროში იყოს სადღაც განეიტრალდეს ასევე დავიწყე ავეჯის კეთება იცი რა მოდა იმდენად კარნახობს მე როცა კარიერა დავიწყე ვიყავი ძალიან თავისუფალი და გულწრფელი იმიტომ რომ ვაკეთებდი იმას რასაც ვხედავდი რაც მინდოდა და ამას ადამიანები ატარებდნენ ნელ-ნელა რა თქმა უნდა დრო შეიცვალა და ისევე როგორც ჩვენ მეკითხები ჯობია ავეჯი მართალი როგორც ჩვენ მეკითხები ეხა რა ფერია მოდაში რა სილუეტია მოდაში უბრალოდ თუ ბოლო პერიოდში ბოლო 10 წლის განმავლობაში სადღაც ძალიან გააქტიურდა ეს ყველაფერი არ დაიცავი უბრალოდ კომერციულად წარმატებული არ ხარ შესაბამისად ჩემი შემოქმედების აი ესეთი გზა თუ არ ვიცი ამოფეთქება სადაც აქ ბოლომდე ვერ ვახერხებ ხატვაში ავეჯი არ კეთდება ეს კომერციისთვის და არ მყავს შემფასებელი. ასე რომ თავისუფალი ვარ და ამითი სიამოვნებას ვიღებ. ანუ შეიძლება ახალი მიმდინარეობა გაჩნდეს. იცი რა, როცა ავთანდილიზმი. როცა მზად ვიქნები, ალბათ გაოფენას გავაკეთე. რატომაც არა, თუნდაც კომერციული სახითაც რო შევხედოთ, არა, ძალიან მინდა რომ ეგ არ იყოს ჩემი მთავარი შემოსავალი, იმიტომ რომ არ მინდა რომ გავითვალისწინო რა ტიპის მხატვრობა და რა ტიპის სტილო უფრო კარგად იყიდება. აი ეგ მინდა რომ დავგმო ჩემს ტვინში სადღაც რომელიღაც წერტილში. მე მაინც ავეჯის მიმართულებით მივდიოდი, გამოსაცვლელი მაქვს. აი
კაი, კუთხის დივანი დაუხადა. მოდი ფეხი ფეხზე გადადების ლექსებსაც ხოა წერავთო? არა, ჯერ არა. აი ეტაპი არ დამდგა რა. არა, ნიკამ დაიწყო და მაგიტო. მართლა, აბა არ მაქვს გარდატეხის ასაკიო. მე მგონი დავიცი მე მაშინაც რომ გაგვიზია რომ არ მოსულა. მე მგონი მე უფრო გაკვირდებით ორივეს უცნაურ ასაკში უფრო ხარ. გარდატეხის ფაზაში. აუ წეგარ გურულებს ძალიან მალე იქნები შენც მაგ. აი ძალიან მალე. კარგად დაგვაგველოს დაასხიგიო. ეხა გალანძვა იყო თუ ეს კომპლიმენტი. გურულებს ერთი პატარა ანეკდოტები. არ მიყვარს ეს. ამაგის გურულ ბავშვს რო ნათლავენ რა. იცი ეს გურულ ბავშვს ნათლავენ. ნუ პატარა არის ახლა ეს ბავშვი თვეების არის და ძმა ყავს კიდევ 3-4 წლის რა. და ესეც ნათლობის პროცესში ამ ბავშვს ნათლავენ სხავის ეს ბავშვი გალურჯდა რა. ტირის და ეს ძმა გადის გამოდის ნერვიულობს. აგი მაღანა აღარ ივარგებს არაფრად. აუ უჩას არ მეცილება მაგრამ კარგია, კარგი. აი გურულის არის ის სხარტი ბავშვი 4 წლის. იცი რა თითქი თავიდან ჩემო ავთო დავიწყეთ ამითი, მაგრამ მაინც ახლა უნდა ჩავეძიო რა. ორივეს ერთდარი ესე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ძმაკაცები ვართ, მეგობრები ვართ, პარტნიორები ვართ, ასე და ხო, თანაწამყვანები ვართ. გვინდოდა რაღაცნაირად და არ არის ეს ახალი ხერხი დამეთანხმები და სოფლიო მასშტაბითაც ყოფილა ორი წამყვანი შემთხვევაში, რომ თითქოს 2-1-ში რაღაცა მსგავსი ამბავი ყოფილიყო. გულწრფელად გითხარი, რომელს უფრო გვიხდება, მაინტერესებს შენი თვალი. აბა დეფილე გააკეთე, ესე არ ხდება ხოლმე პრეზენტაცია ტანსაცმლის. გავიაროთ ესე? ხო რა, გინდა გასწავლო როგორ უნდა. კი, რა თქმა უნდა, ვასწავლე. აბა? კაი. აბა? აპლოდისმენტები. მე რა შემაყუდეთ იქ, მოდი თქვენც აქეთ და გაიმეორეთ. კი ბატონო, აბა? აი თქვათ. ამას ხო ხედავ, რომ არ უნდა დაეჯახო ასე. კი არა, ეგ გავიკე. აბა ბჯოთ. აჰა. განმოდიხარ. და ლამაზად ფიქსირდებ. სასურველია ცალი თეძო ჩატეხო. ეგრე არა. კაი. დგავ ფეხს. კიდევ ერთხელ ფიქსირდები. კიდევ ერთხელ ფიქსირდები ხა აქეთ. აქეთ ჩავკეხოთ. კი, თავს ტოვებ იქეთ. და ბრუნდები. საით? სადაც გინდა შენ შემთხვევაში, რა ვიცი მე. კარგი, გავივლით მაშინ ახლა. მოდი. მიდი და მე შეგაფასებ. ამოდი, ჯერ. წინიდა დაგვინახოს, აქედან დავიწყო. ამოსვლა უნდა დააფიქსირო. ფიქსირო ჯერ ჩატეხეთ. ეს 4 ჭიქის მერე რო შევიხოლმე, რო ჩატეხო, ხო ესე და. კარგი. ყურადღება, თხოვთ მუსიკა. ხო. და ბოლოს ას გახედვა სექსო თერმოდინამიკა. ეგ არა. თავი უნდა დატოვო. მადლობა ბიჭებო. ხო, დავამთავრე? არა, დავბრძანდი, ჯერ ეხლა იწევ. ანუ ორივეს გვიხდება, არ გვაწყენინე. მაბულინგე. ნუ, მაინც ახლა მემაცნობია. უნდა გავხდეთ პირველ რიგში. არა, ეგ თემებიც უკვე ახალ ეთიკაში არ შეიძლება სულ მაგაზე ვფიქრობ. ეს თლაჩემიანი ყოფილა, მერე? იცი რა არის კოსტუმის სწორად წარადგინა ვაჟბატონმა. იბატო. იმიტომ რომ შენ კოსტუმის შესაფერისად არ იქცეოდი. იცი რა შეასაკ, იმერელი ხო კოპწია ხალხია. კოპწია არ იყო ბიჭო. ჩემი აი იცი როგორი, აი ზედმეტი. ზედმეტი იყო, იმიტომ რომ იუმორისტულ გადაცემაში. მაგრამ ახლა ნახე შენ როგორი ზედმეტი ადამიანი შემოვიყვანოთ ჩვენ. მედი. ვერ მიმახსოვრებ რა თქმა უნდა მის სახელწოდებას. ჩვენ გვყავს სპეციალური მოწვევით ერთი ადამიანი ბატონი ვასილ სურამელი. დიახ ბატონო. და მინდა რომ მოვიწვიო ახლა თქვენი ზნებართვით
ბატონო ავთანდილ, მოვიწვიოთ ჩვენს და ჩვენი ტელემაყურებლის წინაშე. მოგესალმებით. ვცდილობ თქვენ დაგემსგავსოთ ჩაცმულობით ბატონო ავთო. გოჩ, მოკლედ რამოდენიმე ადამიანს წარმოადგენს ახლა უკვე სერიოზულად როგორც ბრძანეთ და შევეცდებით რომ ჩვენებული ვერსია გაჩვენოთ. მაინც პროფესიონალი რო დააკვირდება. მე როგორც პოეტი ლექსად ანუ კონკურსში თლად კონკურსი არა, ჩვენ რო გაჩვენოთ ჩვენი ჩაცმულობა, სტილი, ჩვენი პერსონაჟების, რომლებიც ესწოდენ უყვართ ჩვენს მაყურებს. დიახ. იქნება არ ღირდეს. ჯერ გაჩვენეთ და ღირს თუ არა? დავიწყებთ. ბატონი ავთო ცვიდინიძეს ასაკი არ ეთყობა და დადის მუდამ მაგარ ვიძე ცნობილი დიზაინერი ჩვენი ავთო ცვიდინიძე. გემოვნება ისეთი აქვს მსოფლიო მოდას გავკარი მის შარვაში ჩაეტება 2 ტომარა კაკალი. სამიც გადავიდეთ ბატონ პაატაზე თუ შეიძლება წარმოადგინოთ. პაატა მინდა გაგაცნოთ. მოდაშია შეუვალი, მოსწონს შარვალ კოსტუმი და ზმანი ცოტა ქეჟუალი. ნაღდი კახელი კაცია. ცოტა უნდა მოილხინოს ერთ ჯიბეში ყანწს ინახავს, მეორეში ბოთლით ღვინოს. ურმესი მადლობა ბატონო პაატა. თუ შეიძლება იმერეთის პრინცი ჩვენი ნიკას ჩაცმულობას შეამჩნევდა თქვენი თვალი. ყველაფერს ადვილად ირგებს. ჩიტოვის საკ ხარბიტანი. ეს სუნამო არ გეგონოთ. წამივიდეს ლამის გული, ნიკას ყოველთვის აქვს ჯიბეთ იმერული ხაჭაპური. მაღალთიანში გადავედით ოდნავ დაბლა. ბატონი მოგელი. ბატონი მოგელი. მომზადი. დამეთანხმეთ რომ არ ვსტყუი, რა საოცარი ზმანია. მოზოჯის სულის სანგმელი ჩვენი მოგელი მანია. ამბობ, მისი კუდი ძალიან გავს კალდეზე არტიოების ბუდეს, შიგნით მეგრული აჯიკა, დამიჯერეთ მუდამუდეს, აკე? ბრავო! თუ შეგიძლიათ რომ მეც წარმადგინოთ ბატონო პაატა. კი ბატონო, ნიკასკენ გადავალ, მადლობა. კარგით, ხოთ ბატონო ვასილ, ახლა თქვენი რიგია. ჩვენი სლებართვის ტანზე კარგად მოკუტკუნდა, მთელი ზამთრის ნასუქია, მის ჯიბეში კალამი და ერთი ცალი ნაზუქია. კი ბატონო. ყოველთვის. ეს მხოლოდ მას უნდა ეცვას, არავინ არ ეცილება, როგორც თვითონ კოლამ გითხრა, კოჭზე იცის შეციება. ეს არის აუცილებელი ატრიბუტი, რომ კოჭებზე როცა გცივად, ამოიცნოთ ამ ყველაფერს. კი ბატონო. აი ესე. ეგ ადას ბოლო კოლექცია ისე რომ იცოდე. მართლა? ხომ არ ჩამორჩებოდით აბა. შაყირობთ იმაზე, რაც არიცით და მოდაშია. მოდაშია, კი არა. არ შაგირობ, დავთანხმები გვაქვს, გათენები. შაყირობთო, რა შაყირობთო. და ეს ის ფერია პანდონმა რომ დაამტკიცა. აი, ეს არის აი ყველაზე ტრადიციული კაპუჩინოს ფერი. ოჩა, ყველაზე მოდური ყოფილა ჩვენი კოლა. ფერი გადაცემა საერთოდ. აი, მადლობა ვასილ, მადლობა. დავამთავრებ ისევ ლექსად. დიახ. ავთო, ლექსი მოგეწონა? გაიგიმე, თან არ ბრაზობ. ძალიან გთხოვ ჩვენი შოუს Fashion Week-ი შეაფასო. როგორია? აი ნახე არავინ არ მისმენს ამ სტუდიაში. არა, ამას გადავჭრით. კარგად თვითავიდან და უნდა გაგვიმეორო. აი, ეს უნდა დაამთავრო როგორც დაიწყე ისე. ხო თქვა, ფეშენი სიამოვნებით უარს. არა კაცო. ასე უნდა და სიამოვნებით ვიტყოდი უარს. შევაფასო. დიახ. სიამოვნებით არ ვნახავდი ამ ყველაფერს.
დავასვენებდი ჩემ თვალებს, მაგრამ მოდი სერიოზულად ვიტყვი, მართლა ისეთი აქცენტები იყო, რომელიც თქვენ დაუნებურად არ გაგითვლიათ, მაგრამ ძალიან მოდაშია. მაგალითად, აი ეს ქუდი და აი ეს წინდა. ყველაზე მოდური ქუდი. ნამდვილად. და ესენი. კი ბატონო. დიახ, ეს ვიცოდი მე და მე. ეს ქუდი. და ასევე გამჭვირვალე სათვალე. ამ პერსონაჟს ვაკეთებდით გულწრფელად გეუბნები რა. იცი რამდენი კამათი გქონდა ერთმანეთში. ესენიო რა არის ვისაცია. რას გეუნებოდი მე? მოდური ყოფილა. ჩემი ზურა ბატონო. ესე იგი სხვა სტილისტიკაში რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, გასაგებია. ჩემო ავთანდილ, ჩემო და ჩვენო ძვირფასო ადამიანო, ნამდვილად ეხლა ბიჭებს მადლობა. შეგიძლიათ დარჩეთ, დამთავრებისკენ მივდივართ და არავინ არ მეგულება იმ ეპოქაში რა ეპოქაში თქვენ მოღვაწეოთ, ვინმე არ იცოდეს თქვენი შემოქმედება. თითქოს ეთნაირად მოვდივართ ადამიანები თქვენთან ერთად და მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემს სახთან რომელი მაღაზიაც არის ხშირად ვარ ხოლმე სტუმარი და მაქვს გარკვეული მაისური თქვენი კეპი და ქურთუკი და ვცემ პატივს მართალია მე ჩემი უფროსი ვაჟი წამართლებს ხოლმე მაგრამ ყოველ შემთხვევაში პატივის მცემელი ვართ ჩვენ თქვენი შემოქმედების თქვენი არაჩვეულებრივი ხაზგასმით და ძალიან კარგია რომ დღეს ჩვენი სტუმარი ბრძანდებით არაჩვეულებრივი იუმორი ნამდვილად გურული სიდარბაისე პირველ რიგში და მე ეს ხალისი იუმორი დაგვიტოვეთ და გვინდა გითხრათ რომ რა გატირებს არიტირო კიდე მოვალ ერთ სამ წელიწადში ჰე ამოღერღე ნაზუკი სურავში არ არის დამყოფილი. ოღონული პოჩი. ეთქობა დააჯექიზე. სურავში არ არის დამყოფილი. ოღონული პოჩი ისანეო. მოწყენილი ნაზუკია. და დიდი მადლობა უთხრათ ყველასთვის. ძვირფას ყველასთვის საყარებს. ბრავო! მადლობა დიდი.